დილამშვიდობისა. ეს საქართველოს პირველი არხია, თქვენ უყურებთ გადაცემას პირადი ექიმი მარი მალაზონია ჟესტურ ენაზე თარგმანით. ჩვენ ადამიანზე ვსაუბრობთ, ადამიანის სიცოცხლეზე ვსაუბრობთ. მიუხედავად მისი ასაკისა, სქესისა, ეთნიკური კუთვნილებისა, რელიგიური მწამსისა და პოლიტიკური შეხედულებისა. მიუხედავად ადამიანის სოციალურ-ეკონომიკური სტატუსისა და რა თქმა უნდა, მიუხედავად ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობისა. ჩვენ საუბრობთ ადამიანზე, მისი განვითარების სხვადასხვა ეტაპზე და ჩვენ საუბრობთ ადამიანზე ასაკობრივ და გენდერულ ჭრილში. მრავალ სხვა პრობლემათა ჭრილში. თუმცა დღევანდელი საუბარი არის სწორედ გამოძახილი მარტისა, რომელსაც ქალების თვედ მოიხსენიებენ ხოლმე, თუმცა მედიკოსებისთვის ეს არის კონკრეტული დაავადებებისათვის ძალიან მნიშვნელოვანი გზავნილი საზოგადოებისათვის. რატომ? მოდით გავაგრძელოთ ჩვენ საუბარი ცნობადობაზე. და ვთქვათ, რომ ცნობადობა ეს არის მეტი ვიცოდეთ ამა თუ იმ პრობლემის შესახებ. თემა, რომელზედაც დღეს უნდა ვისაუბროთ, ერთგვარი გაგრძელებაა. ასეც არის გადაცემის სათაურად მეორე ნაწილი მინიშნებული. დიახ, მარტი არის ცნობადობის თვე ენდომეტრიოზისა. ამის შესახებ ჩვენ საუბარი ჯერ კიდევ თებერვალში დავიწყეთ და ჩვენი გადაცემის ერთგულ მაყურებელს ამ საუბრის პირველი ნაწილი უკვე ნანახი და მოსმენილი აქვს. თუმცა მარტი როგორც ცნობადობის თვე საყურადღებოა იმისთვისაც, რომ კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვათ. თუ ქალის ჯანმრთელობაზე ვსაუბრობთ, ენდომეტრიოზი მნიშვნელოვანი პრობლემაა, თუმცა ენდომეტრიოზთან გასათვალისწინებელია სხვა პრობლემებიც, რომელთა შესახებ შესაძლოა არ იცოდეს ქალბატონმა, ნაკლებ ყურადღებას უთმოდეს ან ნაკლებ მნიშვნელოვნად მიაჩნდეს. დღეს სწორედ ამ ჩამონათვალს გავაგრძელებთ ჩვენი გადაცემის სტუმართან ერთად. გადაცემის დასაწყისში მე უკვე მოგახსენეთ, რომ დღეს ჩვენ დაწყებულ საუბარს ვაგრძელებთ. საუბარს, რომელიც თებერვლის თვეში დავიწყეთ და რომელიც გარკვეულწილად ეხმიანება ენდომეტრიოზის ცნობადობის თვეს. მიუხედავად იმისა, რომ მარტია სწორედ ცნობადობის თვეთ გამოცხადებული, ჩვენ შევთანხმდით, რომ ენდომეტრიოზი და მასთან დაახლოებული ზოგიერთი მდგომარეობა არის მნიშვნელოვანი განხილვისთვის იმისთვის, რომ ვიმსჯელოთ ქალის ჯანმრთელობაზე. სწორედ ამიტომ დავარქვით გადაცემას სათაურად ენდომეტრიოზი და სხვა. დღეს არის სწორედ ის გადაცემა, სადაც აი ამ მრავალ წერტილზე უნდა ვისაუბროთ და იმ ჩამონათვალზე, რომელიც ხშირად უცნობია ქალბატონებისთვის და არ არის საკმარისად გათვალისწინებული. რასაკვირველია, საუბარს ვაგრძელებ ჩვენი გადაცემის სტუმართან ერთად, რომელიც მის მიერ დაწყებულ საუბარს გააგრძელებს და იგი გახლავთ ჩვენი გადაცემის დიდი ხნის მეგობარი, გულშემატკივარი, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პროფესორი, გინეკოლოგ, ენდოკრინოლოგი, რეპროდუქტოლოგი ქალბატონი მაკა გეგეჭკოლი. დილამშვიდობისა ქალბატონო მაკა. გამარჯობათ მარი. ჩვენ ვაგრძელებთ იმ წერტილიდან, სადაც ენდომეტრიოზის საუბარი მეტნაკლებად მოვახერხეთ და გარკვეული გადაცემის ფარგლებში დავატიეთ. დავატიეთ, იმიტომ რომ თვითონ თემა ძალიან დიდია და შეუძლებელია რომ მოკლე დროში ამოვწუროთ. თუმცა ჩვენ არ გვისაუბრია იმ მრავალ წერტილზე, რომელსაც დავარქვით დასხვა. რა არის ეს დასხვა და რატომ არის ასე მნიშვნელოვანი ქალის ჯანმრთელობისთვის? მოგესალმებით. გარკვეულწილად გავაგრძელებ იმ აზრს, რაც ენდომეტრიოზთან დაკავშირებით უკვე ვახსენეთ თებერვლის შეხვედრაზე, რომ ეს არის სხვა ქსოვილებში და ორგანოებში, ჭყალებში გადაადგილებული ენდომეტრიუმი, რომელიც იწყებს ფუნქციონირებას ახალ ადგილას. და ბევრ პრობლემას უქმნის იმ კონკრეტულ ქსოვილს, ორგანოთა ჯგუფს, ქმნის ბევრ სიმპტომო კომპლექსს, რომელიც ცხოვრების ხარისხს აზიანებს და ასევე დავაკავშირეთ ეს, იმიტომ რომ რეალურად კავშირშია უნაყოფობასთან. კითხვაც კი იყო შემოსული მსმენელის, იმდენად აქტუალურია ეს საკითხი. იყო წლები ამ საკითხების შესწავლაში, როდესაც ენდომეტრიოზი ასევე ენდომეტრიოზთან გაიგივებული იყო
მსგავსი მდგომარეობა და ითვლებოდა, რომ ეს ერთი და იგივე პროცესის ორი სხვადასხვა გამოვლინებაა, ეგრეთ წოდებული ადენომიოზი. მას მეორე მხრივ საშვილოსნოს ენდომეტრიოზს ეძახდნენ. გარკვეულწილად მათი კავშირები ამ ჰიპოთეზას, რომ ერთი პათოგენეზიდან მოდიან, თითქოს ეხმიანება, მაგრამ ბოლო წლებში ეს ორი ძალიან მნიშვნელოვანი ერთხელ ვიხმარე ეს ტერმინი ენიგმა, ანუ საიდუმლოებით მოცული დღემდე მიუხედავად თანამედროვე მედიცინის მიღწევებისა, სამედიცინო მდგომარეობა ენათესავება, შეიძლება სიმპტომურათაც, ხშირია მათი თანაარსებობა, მაგრამ დღეს უკვე საუბრობენ მათ განსხვავებულ პათოგენეზე, ანუ მექანიზმზე, რითაც ისინი ვითარდებიან. მექანიზმში, როცა ენდომეტრიოზებს საუბრობდით, მოვიაზრეთ ის ბიოაქტიური ნივთიერებები, იმუნოაქტიური სუბსტანციები, რომელიც ენდომეტრიოზს უდევს საფუძვლად. არ გაიუცხოვოს სხვა ქსოვილი და მისცეთ საშუალება, რომ იფუნქციონიროს მისგან განსხვავებულ ადგილას. ეს მექანიზმი, მაგრამ შეიძლება სხვა გენური განწყობების ონკოლოგიასთან ძალიან ახლო მყოფი ბიოაქტიური ნივთიერებების პროანთებითი სუბსტანციების, რომელიც დღეს იმუნოლოგიაში ძალიან მნიშვნელოვანია და უამრავ დაავადებას უდევს საფუძვლად, ადენომიოზის მექანიზმში ოღონდ განსხვავებულად. შეიძლება, რომ საშვილოსნოს ენდომეტრიოზი იყოს, დიახ, შეიძლება საშვილოსნოს გარეთა შრეებზე იგივე მექანიზმის, რაც მაგალითად საკვერცხეზე, პერიტონიუმზე შეიძლება მოხდეს და ეს იყოს ეგრეთ წოდებული გარეშრეების ენდომეტრიოზი, მაგრამ ადენომიოზი სულ სხვა რამ არის. ადენომიოზი არის საშვილოსნოს კუნთოვან შრეში იმ ენდომეტრიუმიდან მოხვედრილი სავალები და კუნთოვან შრეში შეჭრილი, მოდი ესე დავარქვათ, რომ უფრო გასაგები იყოს, ქსოვილი, რომელიც იქ იწყებს ფუნქციონირებას და რა თქმა უნდა, მიომეტრიუმის, ანუ საშვილოსნოს კუნთოვანი შრის გლუვი კუნთების ფუნქციონირებას ხელს უშლის. და ეს რას აზიანებს საბოლოო ჯამში, რა შედეგს მოიტანს? არის ესეთი უბანი, მარი და მსმენელებმაც რომ კარგად გაიგონ არსი, ენდომეტრიუმის მიომეტრიუმში გადასვლის ადგილი, გარდამავალი ზონა, ესე ქვია ინგლისურად junctional zone და ესე არის ცნობილი, რადგან აქ ხდება ზუსტად ის ტრანსფორმაციები, რაც ადენომიოზს საფუძვლად უდევს. ეს ზონა არსებობს ფიზიოლოგიურადაც. მას ძალიან ბევრი ფუნქციური აქტივობა მიეწერება. სწორედ ის ფუნქციური აქტივობა, რაც ფერტილობაში საჭიროა, მენსტრუაციულ ფუნქციაში საჭიროა. მისი აქტივობა მოიაზრება იმპლანტაციის პროცესებში, განაყოფიერებული კვერცხუჯრედის ჩანერგვაში, მისი აქტივობა მოიაზრება სპერმისთვის გადაადგილების და ტრანსპორტირების ხელშეწყობაში, მისი აქტივობა მოიაზრება საშვილოსნოს კუმშვაში და ენდომეტრიუმის დესკომაციაში, ანუ ჩამოწკვნაში მენსტრუაციის დროს. და ბუნებრივია, რომ ამ პროცესების დარღვევას იწვევს, თუ დიდი წილი ამ გარდამავალი ზონის დაიკავა. კიდევ ერთხელ ვიტყვი, იგივე მექანიზმს, რომ აქ ხდება ჩამოფცქნილი ქსოვილების შეხორცებები, ის აზიანებს სისხლძარღვის დაბოლოებებს, ის აზიანებს ნერვულ დაბოლოებებს და მოევლინება ადენომიოზი ისეთი სიმპტომების სახით, როგორიც არის ტკივილი, ცნობილია, რომ ყველაზე მეტად ტკივილის სინდრომი მცირე მენჩი ახასიათებს ადენომიოზს და მენსტრუაციის დროს, აი ეს ერთ-ერთი კლასიკური ნიშანია. და მეორე ეს არის სისხლდენა, რადგან ადენომიოზი თუ უკვე ძალაშია და ხანგრძლივი დროის განმავლობაში ვითარდება, კუმშვითი აქტივობა საშვილოსნოს უჭირს. შესაბამისად, აისახება სისხლძარღვოვან ქსელზე და ამას უდევს საფუძვლად ეს ორი ძირითადი სიმპტომი, ჰემორაგიული, ანუ სისხლდენით მიმდინარე და ტკივილის სინდრომი, ანუ დისმენორია.
ანუ რეალურად ორივე ფაქტორი, უბრალოდ ორივე სიმპტომი, რომელიც თქვენ დაასახელეთ, მიუხედავად იმისა, ქალბატონმა იცის თუ არა პრობლემის წარმომავლობა, მექანიზმი, სახელწოდება და ასე შემდეგ, მკვეთრად აუარესებს მისი ცხოვრების ხარისხს. მკვეთრად აუარესებს. ცნობილიც კი არის, რომ ადენომიოზის მიზეზით, რა თქმა უნდა, საუბარია არა ფერტილური გეგმებით ქალებზე, ვისაც რეპროდუქციული და შვილოსნობა მომთავრებული აქვს, იქ შეიძლება ალტერნატივად შემოვიდეს ჰისტერექტომია, იმდენად აზიანებს ცხოვრების ხარისხს. ანუ პრაქტიკულად ამოკვეთა საშვილოსნოს ამოკვეთა. თუმცა ეს სიტუაცია არ არის ერთ და ორ ციკლში და სამ ციკლში განვითარებული. ამას უნდა გარკვეული პერიოდიკა, როგორც ენდომეტრიოზზე ვიძახდით, რომ ის დაუსრულებელი პროცესია და პროგრესირებს მანამ სანამ ქალს აქ მენსტრუაციული ფუნქცია შეიძლება მერეც თავისი გამოვლინების მიხედვით. ადენომიოზიც დროში დამძიმებული სიტუაცია. ანუ ის რომ სიმპტომს იძლევა, ესე იგი მანამდე შეიძლება მისი განვითარება ვივარაუდოთ დაახლოებით 10 წლამდე პერიოდში. ამიტომ ადენომიოზიანი ქალები, სიმპტომური ქალები უკვე 40 არიან ხოლმე გადაცილებული და ყველაზე მეტი გავრცელების პროცენტი 40-დან 45 წლამდეა. რატოა რომ მაგალითად ადენომიოზზე გავამახვილე ყურადღება, ძალიან ხშირია ასოციაციები. მიუხედავად იმისა, რომ ის უკვე განვითარების მექანიზმით დამოუკიდებელ ვერსიად მოიაზრება და სამუშაო სტრატეგიებში ენდომეტრიოზის ფორმატ აღარ მიიღება, მათი თანაარსებობა ძალიან ხშირია. ანუ ერთდროულად არსებობა. ამიტომ ვახსენე პირველად ენდომეტრიოზი და სხვაში, რაც აზრად მომივიდა, ეს არის ადენომიოზი. ისე იზოლირებულად აღიარებული ფაქტორი ადენომიოზის უშვილობაში, როგორც ეს შეიძლება ენდომეტრიოზთან მიმართებაში იყოს, აი ასე ჩამოყალიბებული არ არის, რომ აი უშვილოა ეს ქალი და დავადგინე სხვა ყველაფერი გამოვრიცხე და ადენომიოზი ყოფილა ამის მიზეზი. ანუ ცალსახად ვერ ვამბობთ ცალსახად, იმიტომ რომ ის ყოველთვის ასოციაციებშია სხვა პრობლემებთან, თუმცა უნდა ვაღიაროთ, რომ რეპროდუქციული ფუნქციისთვის მნიშვნელოვან ორგანოს საშვილოსნოს ის სერიოზულად აზიანებს. ამიტომ თუ ვარაუდობთ, რომ ინფერტილობაც, ანუ უნაყოფობას, ხანგრძლივი ანამნეზი აქვს და მათ შორის ადენომიოზის სიმპტომებიც არის, აი იქ უკვე კლინიკური ვარაუდის დონეზე უნდა ივარაუდო, რომ ეს შეუქმნის პრობლემას საშვილოსნოსაც. თქვენ ძალიან მნიშვნელოვანი ფრაზა ახსენეთ წეღან, რომელიც მინდა რომ მაყურებლისათვის კიდევ უფრო საყურადღებო აღმოჩნდეს აი ამ კითხვის შემდეგ. თქვენ ბრძანეთ იმდენად აზარალებს ეს მდგომარეობა ქალის ცხოვრების ხარისხს, სისხლის დანაკარგი, ანუ სისხლდენით მიმდინარე პრინციპში ციკლი და უკიდურესად მტკივნეული ცხოვრების ხარისხის გაუარესება აქ არ იგულისხმება ერთჯერადად, იგულისხმება რომ ეს წლების მანძილზე გრძელდება და თქვენ ძალიან კარგად მიანიშნეთ იქ, სადაც რეპროდუქციული ამოცანა შესრულებულია, ზოგჯერ გადაწყვეტილება არის მიღებული, რომ გათავისუფლდეს ქალი. ცუდია ამ ფრაზის გამოყენება, რასაც ახლა მე ვამბობ, მაგრამ ორგანო დამკარგავი ინტერვენცია ცუდია, მაგრამ ზოგჯერ უნდა დაიწონოს, თქვათ სარგებელი და აი იმ ქალბატონებში როგორ არის საქმე, რამდენად ეფექტიანად იმართება ეს დიაგნოზი, იმიტომ რომ მე დარწმუნებული ვარ ჩვენს მაყურებელთა შორის, იმ ადამიანთა შორის, ვინც ამ მასალას სოციალურ ქსელში ნახავს ჩვენი გადაცემის გვერდზე, აუცილებლად აღმოჩნდება ახალგაზრდა ქალბატონი, ვისაც ენიშნება თქვენ მიერ აღწერილი მდგომარეობა, ან გაახსენდება მაგალითად ექიმის სავარაუდო დაშვება ამ დიაგნოზთან დაკავშირებით და შვილოსნობის გეგმები ჯერ კიდევ წინ აქვს. აი აქ როგორ არის? სანამ ამ ძალიან საინტერესო თემას შევეხები, ერთი კი უნდა ვთქვა, მარი, რომ ადენომიოზი არ არის მარტივად დიაგნოსტირებადი სიტუაცია. ერთია, რომ ჩვენ სიმპტომები ვთქვით და შეიძლება ენიშნოს ადამიანს და მეორეა, რომ რადიოლოგმა არავინ ცუდად არ მიიღოს ეს, რომ ვთქვათ,
რადიოლოგიურ, ვთქვათ, სპეციფიკაზე ვსაუბრობ აქ. ან არ გამოჩნდეს, ან ვერ დაინახოს ამას გულისხმობ. იმას აქვს თავისი მარკერები და ძალიან დამოკიდებულია იმაზე, რა სახის აპარატურით ხდება შემოწმება. იმ აპარატურით, სადაც არსებობს 3D რეკონსტრუქციის ულტრასონოგრაფია, რომელიც ლამის გაიგივებულია მაგნიტურ რეზონანსულ ინტერვენციასთან. იმიტომ რომ შეეუბრიობით, აი სწორედ იმ გარდამავალი ზონის შეფასების გვაძლევს და ეს არის საუკეთესო არჩევანი და მართალი გითხრათ, რადიოლოგის კომპეტენციაც რომ სწორად შეაფასოს, იმიტომ რომ ჩანს მიომეტრიუმში ადენომიოზური კერები, მაპატიეთ, მაგრამ ეს მხოლოდ საკმარისი დიაგნოზისთვის არ არის. სრულყოფილი დიაგნოზის. ახლა იმ ქალების შესახებ, რომელთაც შვილოსნობა წინა აქვს და იქ ძალიან ვეფერებით საშვილოსნოს, იმიტომ რომ იმან უნდა მიიღოს. რამდენიმე ვერსია არსებობს. თუ იმდენად ღრმად წასული პროცესია, მე ასეთი პაციენტებიც მყოლია, რომ იმდენად დაზარალებულია საშვილოსნო, რომ თუნდაც ვთქვათ, კონდეს გაყინული რეპროდუქციული პოტენციალი, ვთქვათ, უკვე სერიოზული ასაკი, ხანგრძლივი ადენომიოზის დიაგნოზი, შეიძლება ხან მოკლე და მე ვეძახი 3-დან 6 თვემდე თერაპიას, რაც არის მედიკამენტური მოწოდებული, ვერ დაექვემდებაროს უკვე სერიოზული სახეცვლილი. ასე რომ პერსონალიზაცია აქაც შემოდის ძალიან მნიშვნელოვანად, ყველა პაციენტი ინდივიდუალურად უნდა შეფასდეს. არსებობს იმდენად დაზიანებული საშვილოსნო და იმდენად ბევრი რისკი აქვს ჯერ ორსულობის მიღების, მერე ორსულობის პროგრესირების, სამიანო გართულებების, მშობიარობის შემდგომი გართულებების, რომ ხანდახან სუროგაცია გარკვეულ შემთხვევებში კარგი გამოსავალია ასეთი საშვილოსნო. მაგრამ ეს არ მიიღოთ, რომ ყველა შემთხვევაში ადენომიოზის დიაგნოზი და სუროგაცია ეს რაღაცა იდენტური ჩვენება არის. არა. ზოგიერთ შემთხვევაში ისეთ ეტაპზეა, რომ კარგ შედეგს მიცემდა, ვთქვათ, თუნდაც ინვიტრო ინტერვენცია არის, შენახული გვაქვს ემბრიონები და უმკურნალოდ, მოდი ესე ბრჭყალებში ვთქვათ, საშვილოსნოს მოვამზადოთ იდეალური ვერსია ამ კონკრეტული ქალისთვის და ამ შემთხვევაში მოხდეს გადატანა, ესეთი ვერსიაც არსებობს და ჩვენ წინა ჯერზე ვისაუბრეთ ენდომეტრიოზი, ჯერ რომ არ აქვს სიტუაცია და წინა აქვს რეპროდუქციული გეგმები, მაგრამ არ განიხილავს ფერტილობას დღეს და ხვალ. აი ასეთ შეიძლება ცოტა ხანგრძლივი თერაპიის სახით შევთავაზოთ მედიკამენტური თერაპია, რა დროსაც ეს დაბლოკავს პროცესის პროგრესს საშვილოსნოსი და მისცემს მეტ შანსს, რომ უფრო ჯანსაღი საშვილოსნო მიიღოს ისეთ დროს, როცა მას აწყობს. რასაკვირველია, ჩვენ თემას ვერც ერთ და ვერც ორ გადაცემაში ვერ ამოვწურავთ. მაგრამ ჩვენ ვცადეთ და ორ გადაცემაში თავი მოვუყარეთ საკმაოდ ტევად სათაურს, ენდომეტრიოზი და სხვა, სადაც არა მარტო სამედიცინო დიაგნოზე და პრობლემაზე ისაუბრეთ თქვენ ქალბატონო მაკა, არამედ მე ვფიქრობ ფართო საზოგადოებისთვისაც კი გასაგები გახდა, რატომ შეიძლება ქალბატონებისთვის იყოს კონკრეტული დღეები, ძალიან მძიმე გამოცდა, დრამატული, იმიტომ რომ ძალიან სერიოზულად აქვეითებს ცხოვრების ხარისხს. დიახ, და განსაკუთრებით, როდესაც ეს პრობლემები არა თვეები, არამედ წლები გრძელდება და საბოლოო ჯამში მთლიანად ქალის ჯანმრთელობას აზარალებს და აზარალებს რასაკვირველია, როგორც შედეგად ქალის რეპროდუქციულ ფუნქციას. მაგრამ ერთს დავძენ თუ შეიძლება, რომ პაციენტს მსმენელებს არ ეგონოთ, რომ ენდომეტრიოზი და სხვა ეს არის მხოლოდ ადენომიოზი. ნებისმიერი სხვა რეპროდუქციული პათოლოგია ენდომეტრიოზთან სინთეზში ერთმანეთს სინერგიულად ამძიმებს. გარდა იმისა, რომ იქ რეპროდუქციულ ვადებზე ფიქრობ, ბევრი პრობლემის მოგვარებაზე უნდა იფიქრო, ადენომიოზი ერთ-ერთი მათგანია, ვინც ხშირად ასოცირდება ენდომეტრიოზთან და კიდევ უფრო დრამატულია სიტუაცია, თუ ადენომიოზი რადგან ეს საშვილოსნოს ეხება, ასოცირდება საშვილოსნოს ფიბროიდებთან, ეგრეთ წოდებულ მიომასთან, ლეიომიომასთან. იმიტომ რომ აქ, როდესაც სამკურნალო ინტერვენციაზე, შენ კიდე უფრო მეც ფიქრობ, იმიტომ რომ ერთის
სარგებელმა ინტერვენციამ, სამკურნალო საშუალებამ შეიძლება მეორე ზრდაში წაიყვანოს და პირიქით. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია ამ თვალსაზრისითაც, თუმცა რა თქმა უნდა ჩვენი დღევანდელი დრო ამას ვერ მოიცავს სრულად. ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენ გვაქვს დამატებით საბაბი. მიზეზი ვიცით, მიზეზი ყოველთვის ქალის ჯანმრთელობა. თუმცა დამატებითი საბაბი გვაქვს იმისთვის, რომ დავგეგმოთ კიდევ შეხვედრა და საზოგადოებას იმ უცნობ წახნაგებზე ვისაუბროთ ქალის ჯანმრთელობის შესახებ, რომელიც ხშირ შემთხვევაში ძალიან ხილულ პრობლემებს უქმნის ქალებს და მკვეთრად ცვლის მათ ცხოვრებას და დასაკვირველია ცხოვრების ხარისხს. ამჯერად ადენომიოზი და სხვა. დიახ. ძალიან დიდი მადლობა ქალბატონო მაკა ჩვენთან სტუმრობისთვის. მაყურებელს შევახსენებ, რომ დღევანდელი ჩვენი გადაცემის სტუმარი გახლდათ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პროფესორი, ექიმი, გინეკოლოგ, ენდოკრინოლოგი, რეპროდუქტოლოგი ქალბატონი მაკა გეგეჭკორი. მე არ გემშვიდობებით, წინ კვებითი შუქნიშანი გველოდება. დღევანდელ გადაცემაში კიდევ ერთი თემა გვაქვს. თემა, რომელიც პრაქტიკულად ყველა ადამიანს ეხება, ასე თვლიან მეცნიერები. დღეს 4 მარტია, რაც იმას ნიშნავს, რომ მსოფლიო სიმსუქნის საერთაშორისო დღეს აღნიშნავს. სიმსუქნის მსოფლიო დღე შეიძლება ამგვარი ფორმულირებითაც შეხვდეთ, თუმცა არსი არ იცვლება, რადგან სიმსუქნესთან დაკავშირებით ცნობადობა ვფიქრობ ისედაც მაღალია საზოგადოებაში, თუმცა აღმოჩნდა, რომ სრულიად არასაკმარისი. არასაკმარისი თუნდაც იმიტომ, რომ წლევანდელი თარიღის სლოგანი გახდა 8 მილიარდზე მეტი მიზეზი იმისთვის, რომ სიმსუქნეზე ვიმუშაოთ, იმისთვის, რომ სიმსუქნეზე ვისაუბროთ, იმისთვის, რომ ვიმოქმედოთ და გავლენა ვიქონიოთ სიმსუქნეზე. რას გულისხმობს ეს სათქმელი? ეს სათქმელი გულისხმობს იმას, რომ დღევანდელი კაცობრიობა, რომელიც 8 მილიარდზე მეტ ადამიანს გულისხმობს, პრაქტიკულად არის ის სამიზნე, რომელიც სიმსუქნესთან მიმართებაში არ უნდა დაგვაუწყდეს. დიახ, სიმსუქნისთვის სამიზნე არის მთელი კაცობრიობა. 8 მილიარდზე მეტი ადამიანი, ამიტომ ფორმულირება 8 მილიარდზე მეტი მიზეზი ადასტურებს იმას, რომ სიმსუქნე ყველასათვის საერთო პრობლემაა. სიმსუქნე ყველასათვის საერთო საზრუნავია და სიმსუქნე არის საკითხი, რომელიც საყოველთაო დაფიქრებას და მოქმედებას გულისხმობს. თუ გავითვალისწინებთ, რა შეიძლება იყოს სიმსუქნის წინაპირობა? დღეს მეცნიერებამ უკვე იცის, რომ მცდარია წარმოდგენა, როდესაც მხოლოდ ერთ ფაქტორს, ერთადერთ რომელიმე ფაქტორს უკავშირებენ სიმსუქნეს. ეს უკვე ისტორიის ნაწილია. ამგვარი შეხედულებები დარჩა ნამდვილად ისტორიაში, რადგან დღეს დანამდვილებით ვიცით, სიმსუქნე არის მრავალუცნობიანი განტოლება და ყოველ უცნობს სჭირდება მოძიება, დადგენა და მხოლოდ ამის შემდეგ ვიღებთ სწორ პასუხებს განტოლებაში. და თუ გავიხსენებთ, რამ შეიძლება შეუწყოს ხელი, რამ შეიძლება შექმნას ნოყიერი ნიადაგი სიმსუქნისთვის და რა შესაძლო მიზეზებია, ნავარაუდები, რა თქმა უნდა, ერთ-ერთი უპირველესი არის გენეტიკა. არის გასათვალისწინებელი ინდივიდუალური თავისებურება, ანუ ნივთიერებათა ცვლას რომ მეძახიან მეტაბოლიზმის ქვეშ ნაგულისხმები და გულისხმობს იმას, რომ თითოეულ ჩვენგანს განსხვავებული მაჩვენებელი გვაქვს, მაგალითად, საბაზისო ენერგეტიკული დანახარჯის. რა იგულისხმება ასეთ შემთხვევაში? მაშინაც კი, როდესაც უკიდურეს მდგომარეობაში გადავდივართ, ჩვენ ხარჯავთ სუნთქვისთვის, მაგალითად, გუციძახვა სისტემის მუშაობისთვის, თირკმლების მუშაობისთვის და ასე შემდეგ, კონკრეტულ ენერგიას და აი ეს ენერგიები ჯამში ქმნიან მაჩვენებელს, რომელიც საბაზისო ციცოცხლის შესანარჩუნებლად გვჭირდება. ყველა ადამიანს ეს განსხვავებული აქვს, ვიღაცას ცოტა უფრო მაღალი აქვს, ვიღაცას ცოტა უფრო დაბალი და ასეთ შემთხვევაში მიღებული საკვების რაოდენობა, ფიზიკური აქტივობის დონე, სტრესის დონე და მრავალი სხვა ფაქტორი ცვლის ამ მაჩვენებელს, ან პირიქით დაზარალდება ეს მაჩვენებელი სხვა ჩამოთვლილი ფაქტორების დამსახურებით. ქცევა და კვებითი ქცევა, მათ შორის დამკვიდრებული კვებითი ჩვევების შესაბამისად არის ერთ-ერთი რისკ ფაქტორი, რომელიც სიმსუქნესთან მიგვიყვანს გარემო, როგორც ცოცხალი, ასევე არაცოცხალი გარემო, ერთი შეხედვით სამედიცინო მდგომარეობა.
კონკრეტული დიაგნოზი შეიძლება იყოს იმის წინაპირობა, რომ ადამიანს ჭარბიწონა და სიმსუქნე განუვითარდეს. მედიკამენტები არის სხვადასხვა სამკურნალო საშუალება, რომელსაც დამატებით ტვირთად შეიძლება ჰქონდეს წონის მერყეობა და მათ შორის ჭარბიწონის და სიმსუქნის დაგროვება. რა თქმა უნდა, ეს მხოლოდ ნაწილია ჩამონათვალი იმ ფაქტორებისა, რომელსაც მივყავართ სიმსუქნემდე, მაგრამ შედეგებს თუ გადავავლებთ თვალს, აქაც ზოგიერთი შედეგია ჩამოთვლილი. საკმაოდ დამაფიქრებელია მაგალითად შაქრიანი დიაბეტი ტიპი 2, რომელიც სიმსუქნის შედეგად, როგორც საჩუქრად ისე უნდა მივიღოთ. მაგალითად არტერიული ჰიპერტენზია, სისხლძარღვოვანი კატასტროფები, მიოკარდიუმის ინფარქტის ან ინსულტის სახით, ოსტეოართრიტი, როგორც ტვირთი ძვალსახსართა სისტემისთვის, ძილის აპნოე, როდესაც ადამიანები მხოლოდ ხრინვად აღიქვამენ ასეთ მდგომარეობას, მაგრამ სინამდვილეში ეს არის ძალიან სერიოზული გართულება და მდგომარეობა, რომელიც არა მარტო ხმაურიან სუნთქვას გულისხმობს, არამედ უამრავ პროცესს, რომელიც ჩვენს ორგანიზმში შედეგად ვითარდება. გასტროეზოფაგური რეფლუქსი, როდესაც კუჭის შიგთავში, საყლაპავში გადანაცვლდება. ადამიანებისათვის ფსიქოემოციური წონასწორობის დაკარგვა, შფოთვა და დეპრესია და არ უნდა დაგვავიწყდეს ამ ჩამონათვალთან ერთად სტიგმა, რომელიც არსებობს პრაქტიკულად ჩვენ საზოგადოებაში, ყველა საზოგადოებაში და განსაკუთრებით შეიძლება განვიხილოთ ეს ახალგაზრდა ასაკში როგორც ტვირთი, იმიტომ რომ ეს შეიძლება იყოს საზოგადოების მხრიდან, სოციუმის მხრიდან ერთ ინდივიდზე, პერსონაზე ზეწოლის ინსტრუმენტი, რომელმაც უამრავი პრობლემა შეიძლება შექმნას ადამიანის განვითარებასთან დაკავშირებით, ადამიანის მდგომარეობასთან დაკავშირებით და სტიგმა შეიძლება აღმოჩნდეს ზუსტად ის ტვირთი, რომელიც ჩვენს წონაზე, ჭარბწონაზე, სიმსუქნეზე მძიმე აღმოჩნდება. არის თუ არა ასეთ შემთხვევაში გასათვალისწინებელი ერთი ფაქტორი. დიახ, იყო წარმოდგენა, რომ თუ ჩვენ დავიცავთ მიღებული და დახარჯული ენერგიის შესაბამისობას, ანუ წონასწორობას, ასეთ შემთხვევაში სასწორი ძალიან კარგი სიმბოლო გახლავთ, ეს იქნება ზუსტად ის ბალანსი, რომელიც არ მოგცემს ჭარბიწონის და სიმსუქნის საშუალებას, ანუ სიმსუქნის დაგროვების და განვითარების საშუალებას. ანუ მივიღეთ და დავხარჯეთ და მივიღეთ მხოლოდ იმდენი, რამდენსაც ვხარჯავთ. ეს თითქოს ძალიან სამართლიანი კანონია, თითქოს არა, ნამდვილად სამართლიანი კანონია და რაციონალური კვების პირველ პრინციპს წარმოადგენს, თუმცა დღევანდელმა მედიცინამ უკვე იცის, რომ მხოლოდ ამ ენერგიის შესაბამისობის დაცვა ყოველთვის საკმარისი არ არის. ლოგიკა მარტივია. იმაზე მეტ ენერგიას ვიღებთ, ვიდრე ვხარჯავთ, ვსუქდებით. იმაზე ნაკლებ ენერგიას ვიღებთ, ვიდრე ვხარჯავთ, ესე იგი წონაში ვიკლებთ და თუ შესაბამისობაშია სტაბილურ წონას ვინარჩუნებთ. დიახ, ეს მარტივად გასაგები კანონზომიერება, მაგრამ არა ყოველთვის და ასეთ შემთხვევაში ჩვენ უნდა გავიხსენოთ, რომ მხოლოდ წონასწორობის დაცვა გვეყოფა, ენერგეტიკული ბალანსის დაცვა გვეყოფა, არა. გადამწყვეტი შეიძლება აღმოჩნდეს ურთიერთშეხამება სხვადასხვა ფაქტორისა, რომელსაც ერთობლიობაში ადამიანის ცხოვრების წესი ჰქვია. სწორედ ადამიანის ცხოვრების წესის ფაქტორების ერთობლიობა განსაზღვრავს იმ რისკებს, რომელიც თავს იყრის სიმსუქნის მიზეზთა შორის, სადაც კვებასთან ერთად ფიზიკურ აქტივობას, სტრესის მართვას, ძილის შენარჩუნებას, სხვადასხვა ნივთიერებების გამოყენებას, განათლებას და მრავალ სხვა ფაქტორს აქვს არსებითი და გადამწყვეტი მნიშვნელობა. ხოლო კვებასთან მიმართებაში რა ხრიკები გვაქვს, ამაზე უკვე კვებითი შუქნიშნიდან შევიტყობთ. მიუხედავად იმისა, რომ დღეს ჩვენ უკვე ვთქვით, რომ სიმსუქნეს არ აქვს ერთადერთი ინსტრუმენტი, კვება იმისთვის, რომ ეს პრობლემა თავიდან ავიცილოთ, ან გადავჭრათ, ჩვენ კვებით შუქნიშანში აუცილებლად ვეცდებით ვიპოვოთ პასუხები კითხვაზე, რომელიც ფართო საზოგადოებას აინტერესებს. იმდენად დიდი ხანია ამ საკითხებზე ვსაუბრობთ, რომ ჩვენ დაგვჭირდება გავიხსენოთ ძველი და აუცილებლად შევმატოთ ახალი. თუმცა უცვლელი რჩება თეფშის პრინციპი, რომელიც მიუხედავად პრობლემისა
გულისხმობს დღიურ რაციონს, როგორც პრაქტიკულად ჯანმრთელი ადამიანებისათვის, ასევე პრობლემებისათვის, როდესაც ჩვენ გვჭირდება ისე დავგეგმოთ კვება ადამიანისა, რომ მან ყველა ჯგუფის პროდუქტი მიიღოს ყველა საკვები ნივთიერების ჩართვით. ასეთ შემთხვევაში საკვები ჯგუფების სიმბოლურ თეფშზე განთავსება გვაძლევს საშუალებას დავინახოთ მათი გადანაწილების პრინციპი, როდესაც უპირატესობას ვანიჭებთ ბოსტნეულისა და ხილის ჩართულობას ყოველდღიურ რაციონში, ისე რომ ნახევარზე მეტი იყოს, სულ ცოტა ნახევარი მაინც და აუცილებლად ვითვალისწინებთ მარცვლეულ ბურღულეულს ცილოვან კომპონენტთან ერთად. რა გვაქვს ხელთ სიმსუქნესთან მიმართებაში? ბევრი რამ ვიცით დღეს და დღეს ვიცით იმაზე გაცილებით მეტი, ვიდრე ვიცოდით ოდესმე. თუმცა დღევანდელი ჩვენი კვების ბლოკი და კვების შუქნიშანი ცოტა უცნაურად დავასათაურე. დავასათაურე 3 სატყუარა და 1 საჩუქარი. ნეტავ რას გულისხმობს ეს ყველაფერი, თქვენ ალბათ ფიქრობთ და რასაც ჭირო იყო ასეთი უცნაური სახელწოდების გამოყენება, მაგრამ გარწმუნებთ თავად საუბარი მოგცემს დასტურს იმაზე, რომ დიახ, სათაური მიესადაგება დღევანდელ ჩემს სათქმელს. ჩვენ წონასთან დაკავშირებით თუ საუბრობთ სიმსუქნის ჭრილში, ამან შეიძლება მოგვატყუოს, რადგან წონა, რომელიც სიმსუქნეთ უნდა მოვნათლოთ, შეგვიძლია შეუიარაღებელი თვალითაც შევაფასოთ და სასწორზე კონკრეტული მაჩვენებლითაც შევაფასოთ, რომ დიახ, ადამიანს აქვს ჭარბი წონა ან სიმსუქნე და ეს გადავთვალოთ კონკრეტული ინდექსებით, მათ შორის სხეულის მასის ინდექსით, რომელიც გახსოვთ, რასაც გულისხმობს კილოგრამებში გაზომილი ადამიანის წონა გაყოფილი მეტრებში გაზომილი სიმაღლის კვადრატზე. ანუ ეს არის მრიცხველი და მნიშვნელი წილადისა, სადაც წონა და სიმაღლე ურთიერთ თანაფარდობაშია და აი ამ თანაფარდობის მაჩვენებლად ნორმალურ პარამეტრად ითვლება 18.9-დან 24.9-ის ჩათვლით, 25-დან 29.9-ის ჩათვლით ჭარბი წონაა და 30-დან ზემოთ ეს არის სიმსუქნის სხვადასხვა ხარისხებით. თუმცა აქ არის ერთი ძალიან მნიშვნელოვანი ხაფანგი, რომელსაც ჩვენ გვიგებს ჩვენი ორგანიზმი. აი ეს არის ის ახალი ხედვა, რომელიც უკვე ნათქვამისგან ძალიან განსხვავდება. დიახ, სასწორი, წონა, სხეულის მასის ინდექსი, დავთვალეთ, ყველაფერი წესრიგშია. არადა თანამედროვე მედიცინა გვეუბნება, რომ ეს ის მდგომარეობა, რომელიც შეიძლება შევაფასოთ სიმსუქნეთ, მიუხედავად იმისა, რომ წონა არ აღძრავს ეჭვს. რა მდგომარეობაზეა ლაპარაკი? ეს ის მდგომარეობაა, როდესაც ორგანიზმი გვატყუებს. ჩვენ სარკეში საკუთარ როლს ხედავთ ნორმალური წონით, ყველა იმ პარამეტრით, რომელიც უკვე დავასახელე, ჩვენ ვაკმაყოფილებთ მოთხოვნას ნორმალური წონის შესახებ, თუმცა ჩვენი ორგანიზმის შესწავლის შემდეგ ვრწმუნდებით, რომ სინამდვილეში ეს ასე არ არის, რომ ჩვენი ორგანიზმი ამ წონას ინარჩუნებს არა ძვლების, კუნთების, წყლის ხარჯზე, არამედ ცხიმის ხარჯზე. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი და უკიდურესად მნიშვნელოვანი თანამედროვე რეალობაში, რომელიც გულისხმობს იმას, რომ ადამიანები ნაკლებ აქტივობას იჩენენ კუნთების განვითარებისთვის, როდესაც კუნთის მასა ნაკლებია ორგანიზმში და ჭარბად არის ცხიმი. და აღმოჩნდა, რომ აი ასეთ მდგომარეობაში, მიუხედავად იმისა, ადამიანს აქვს თუ არა ჭარბი წონა და სიმსუქნე გამოხატული, ნორმალური წონის პირობებში ჩვენ ვლაპარაკობთ სიმსუქნეს. თქვენ ფიქრობთ ალბათ, რომ მე მეშლება. არა. ეს არის განსაკუთრებული მდგომარეობა, რომელიც გულისხმობს იმას, რომ ჩვენ სიმსუქნეზე ვსაუბრობთ ცხიმის ჭარბი რაოდენობის გამო, მაშინაც კი, როდესაც ადამიანს აქვს ნორმალური წონა. ეს არის ის მდგომარეობა, რომელზედაც თქვენ არაერთხელ მოგისმენიათ ჩვენს გადაცემაში, როდესაც მუშაობა იწყებოდა სხვადასხვა კვლევების შესაბამისად და დანამდვილებით იცით, რომ ეს ყველაფერი წერიათ ჩემს წიგნში. გარსათვალისწინებელია ასეთ დროს ბევრი ფაქტორი. რა თქმა უნდა, რომ არ მოგვატყუოს ორგანიზმმა, ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რას ვუპირისპირებთ მას. მე მხოლოდ ერთი მაგალითი მოგიყვანეთ, როგორ გვატყუებს წონასთან დაკავშირებით ჩვენი ორგანიზმი. ჩვენ როგორ გამოვიყენოთ სატყუარები, მით უფრო რომ სულ ცოტა 3 სატყუარა გვაქვს ხელთ. თუ ჩვენ ვიტყვით, რომ რეჟიმი,
ულუფა, რაციონი, ეს არის სამი გასაღები, რომელთაც ჩვენ უნდა მართოთ კვება, მაშინ გამოდის, რომ ეს სამი გასაღები შეიძლება აღმოჩნდეს ჩვენს ხელთ, როგორც ინსტრუმენტი და როგორც სატყუარა ორგანიზმისთვის. როგორ? მოდით გაგახსენებთ, რომ ყველაფერი განაწილებული დროში, ეს არის რეჟიმი, ყველაფერი აღქმული ულუფის მასშტაბით, ეს არის რაოდენობა და უკვე შინაარსისკვებისა, ეს არის რაციონი. თუ გავიხსენებთ, რომ ჩვენ განსხვავებული ბიოლოგიური საათი გვაქვს, სხვადასხვანაირი რიტმი გვაქვს. ჩვენ ზოგნი ვართ ტოროლები, ზოგნი ბუები, განსხვავებულია ჩვენი აქტივობა დღე-ღამის განმავლობაში და თქვენ წარმოიდგინეთ საკვებზე მოთხოვნილებაც. ამას თუ გავითვალისწინებთ და იმასაც გავითვალისწინებთ, რომ ჩვენი ცხოვრების ყოველდღიური რუტინა, ეს არის გარკვეული რეჟიმი, ულუფა და რაციონი. მაგალითად, სამუშაო დატვირთვის თვალსაზრისით, მაგალითად ფიზიკური აქტივობის კონტექსტში. მაშინ აქაც უნდა გავითვალისწინოთ ამ ყველაფერს, როგორ მიესადაგება ჩვენი კვება. მაგალითად, ვიკვებებით უფრო მაღალი დატვირთვის პირობებში თუ მოსვენების პირობებში, როდესაც ვართ, როდის ტვირთავთ კალორიებით ორგანიზმს, მაშინ, როდესაც მთელი დღე ტახტზე კოტრიალობთ, თუ მაშინ, როდესაც ინტენსიურად მუშაობთ. შედეგი იქნება სრულიად განსხვავებული, თუნდაც ერთი და იგივე მოცულობის, ერთი და იგივე შინაარსის, ერთი და იგივე დროს მირთმეული საკვების შემთხვევაში. თუმცა ახლა რაზედაც უნდა მოგახსენოთ, ეს შეიძლება ადვილად გაგახსენდეთ წიგნის ფურცლებიდან, სადაც ნათქვამია, რომ ჩვენს ტვინში არის ერთი განსაკუთრებული უბანი, ჰიპოთალამუსი, სადაც მეზობლობა აქვს რამდენიმე გრძნობას. მაგალითად, როგორ შევიგრძნობთ ტემპერატურას, ძილთან დაკავშირებით რეგულაცია უკავშირდება ამავე უბანს. აქვეა ეგრეთ წოდებული შიმშილის და წყურვილის ცენტრები. რას ქმნის ეს? რა არეულობა შეიძლება გამოიწვიოს ამან? გახსოვთ ჩვენი დიდი ხნის წინ დაწყებული საუბრები, რომ ადამიანს სწორედ ამ მდგომარეობის გამო უჭირს განასხვაოს შია თუ წყურია. აი ეს მეზობლობა ხშირად იწვევს დაბნეულობას, ეძინება თუ ურჩევნია მიირთვას და ძალიან ხშირად გამოუძინებელი ადამიანი გაძლიერებულად ჭამს. თუ ტემპერატურის შეგრძნება მაინც და მაინც კარგად ვერ აღიქვა, შეიძლება ეს ან წყურვილად, ან შიმშილად შეაფასოს და ასე შემდეგ. ძალიან ხშირად გამოუძინებლებს გვიჭირს ტემპერატურის რეგულირება და თითქოს უფრო მეტად გვცივა, ვიდრე გარემოს თერმომეტრი აჩვენებს. აი ეს არეულობა უკავშირდება ერთი მხრივ მეზობლობას, მაგრამ მეორე მხრივ შედეგებს, რომელიც შეიძლება ამ არეულობამ მოიტანოს. მე კიდევ ერთხელ გავიმეორებ. ჩვენ ძალიან დიდი ხნის წინ დავიწყეთ გადაცემაში იმ კვლევების გაზიარება, სადაც დადასტურებით იყო ნათქვამი, რომ ადამიანს უჭირს ერთმანეთისგან გამიჯნოს შია თუ წყურია. ეს კი იმას ნიშნავს, რომ თუ ჩვენ გვხშია, ერთ-ერთი პირველი სატყუარა, რაც შეიძლება გამოვიყენოთ, ეს შეიძლება იყოს წყალი. სატყუარა, რომელიც ორგანიზმს ერთი მხრივ თუ მას მართლა წყურია დააკმაყოფილებს და თუ იმ შემთხვევაში თუ ჩვენ მაინც შიმშილთან გვაქვს საქმე და აი ეს გაურკვევლობა წყურია თუ შია ადამიანს, მაშინ დროს ვიგებთ და გარკვეულ მოცულობასაც, როდესაც წყალს ვაწვდით ადამიანს და ჩვენ ამის შესახებ არაერთხელ გვისაუბრია კვებამდე 20 წუთით ადრე. კიდევ ერთხელ გავიმეორებ. შია თუ წყურია, მიჭირს ამის გარკვევა. ასეთ შემთხვევაში პირველი, რასაც ირჩევს ადამიანი, არის საკვები. მე გთავაზობთ, რომ ავირჩიოთ წყალი და ეს დასაბუთებული არის ყველაფერი გახსოვთ თქვენ წიგნში, რომელიც ახლა მე წყაროდ მოვიშველიე, მაგრამ დღეს კიდევ ერთხელ გავიმეორებ. პირველი სატყუარა რეჟიმის მართვასთან დაკავშირებით შეიძლება აღმოჩნდეს სწორედ საჭირო დროს, საჭირო რაოდენობით მირთმეული წყალი, რომელიც აღმოჩნდება ერთ-ერთი მთავარი ინსტრუმენტი ჩვენს ხელთ. მეორე ეს გახლავთ ულუფა. და ჩვენ შევთანხმდით, რომ რა თქმა უნდა, ულუფის კონტროლი გვეხმარება მართოთ კვება. მაგრამ თუ გავითვალისწინებთ, სად ვიმყოფები ახლა მე და რატომ არის ჩვენი კვებითი შუქნიშანი ბოსტნეულით და ხილით ასე დატვირთული, მე იმასაც გაგახსენებთ, რომ ეს არის
პროდუქტების ჩამონათვალი, რომელთა კალორიულობა დაბალია, მოცულობა დიდია და ძალიან ბევრი საკვები ნივთიერებით არის დატვირთული, ანუ მაღალი ნუტრიციული სიმკვრივე აქვს. ეს გახლავთ მეორე სატყუარა. როდესაც ჩვენ ადამიანები ვირჩევთ შედარებით დიდი მოცულობის ულუფას, რომელიც თვალს ატყუებს და ჩვენ გვაქვს უკვე სავსეობის განცდა მირთმევამდე, ასეთ შემთხვევაში ეს არის სწორედ დაბალკალორიული, მაღალი ნუტრიციული სიმკვრივის, ანუ საკვები ნივთიერებებით კარგად დატვირთული პროდუქტები, რომელთა გამოყენება ჩვენს ორგანიზმს არ ტვირთავს კალორიებით, სამაგიეროდ ტვირთავს საკვები ნივთიერებებით და ჩვენ გვაძლევს დანაყრების შეგრძნებას ერთი მხრივ და გვიან ათავისუფლებს კუჭნაწლავს იმისთვის, რომ გქონდეს განცდა, რომ კიდევ მშია. მესამე ინსტრუმენტი ეს გახლავთ საკვების შინაარსი, ანუ რას მივირთმევთ და ეს გახლავთ მესამე სატყუარა. სატყუარა, რომელიც ასევე არის ჩვენი შუქნიშნის ზონაში. რატომ? იმიტომ რომ აქ ერთ-ერთი მთავარი ინსტრუმენტი გახლავთ მცენარეული ბოჭკო, რომელიც დანაყრებისათვის ძალიან მნიშვნელოვანია. ძნელად მოინელება, გვიან გათავისუფლდება. რასაკვირველი არის წყალში ხსნადი, ნაწილობრივ ხსნადი და უხსნადი ვერსიები, მაგრამ მიუხედავად ამ ყველაფრისა, ჩვენ ვლაპარაკობთ ბოჭკოს როლზე, როგორც ერთ-ერთ კომპონენტზე დანაყრებას რომ აძლიერებს, ერთ-ერთ კომპონენტზე, რომელიც ნაწლავს ათავისუფლებს, ასუფთავებს, ცოცხივით მოქმედებს და არ უნდა დაგვავიწყდეს ამ სატყუარათა შორის, ანუ იქ სადაც რაციონზეა ლაპარაკი, ცილა. ცილა, რომელიც უზრუნველყოფს ადამიანის ორგანიზმს სამშენებლო მასალით, ცილა, რომელიც უზრუნველყოფს ფერმენტული მასალით, უზრუნველყოფს, ანუ ფერმენტების მასალა, ჰორმონებისათვის მასალა, მაგრამ მთავარი ეს არის ის დამანაყრებელი ფუნქცია და თვისება, რომელიც მას აქვს. ანუ გამოდის, რომ ჩვენ სამი სატყუარა ვიპოვეთ, რომელიც არის რეჟიმში, ულუფასა და რაციონში. მაგრამ სად არის საჩუქარი? მაშინ სად არის საჩუქარი, რომელიც ჩვენ უნდა ორგანიზმისათვის გავიმეტოთ? მოდით კიდევ ერთხელ გავიხსენოთ. სამი სატყუარა, რომელიც რეჟიმში, ულუფასა და რაციონში დავმალეთ. სატყუარა ორგანიზმისთვის, როდესაც ჩვენ აუცილებელ საკვებ ნივთიერებებს ვაძლევთ, აუცილებელი შემადგენლობით, მაგრამ კალორიული დატვირთვის გარეშე. ვაძლევთ მრავალფეროვნებით, ვაძლევთ ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებების შეხამებით, სულ ცოტა 5 ჯგუფის, 5 ფერის პროდუქტების გათვალისწინებით და კიდევ უფრო ხშირად ჩვენ ვლაპარაკობთ ცისარტყელაზე, რომელსაც თეფშზე უნდა ვათავსებდეთ. და სად არის საჩუქარი? აქ გარწმუნებთ, რომ ყველა იმ კომპონენტში, რომელიც მე ვახსენე, თეფშთან მიმართებაში საჩუქარი დაშიფრულია. რატომ? იმიტომ რომ სიმსუქნის მართვა გულისხმობს კეთილგანწყობის დამსახურებას იმ სახელმწიფოსთან, რომელიც ჩვენი ორგანიზმის შიგნით არის, რომელიც ბევრად განსაზღვრავს ჩვენს ჯანმრთელობასაც და გუნებგანწყობასაც, ბევრად განსაზღვრავს ჩვენს დღეგრძელობასაც და ავადობის რისკსაც. სწორედ ნაწლავი გახლავთ ის სახელმწიფო, რომელსაც ჩვენ აუცილებლად ვუსმენთ და რომლის შიდა განაწეს ვითვალისწინებთ სიმსუქნის მართვისას, რადგან სიმსუქნე შეიძლება იყოს სწორედ ნაწლავის შიგნის სახელმწიფოს არეულობით გამომდინარე პრობლემა და პირიქით სიმსუქნემ დააზარალოს ნაწლავი და დაარღვიოს ის შიდა წონასწორობა, რომელიც ჩვენს ჯანმრთელობას განსაზღვრავს. ეს არის ურთიერთქმედება, სადაც არა მხოლოდ ნაწლავ ტვინის ღერძია გასათვალისწინებელი, არამედ ყველა ის ღერძი, რომელიც ნაწლავიდან სხვადასხვა ორგანოზე გაივლის და ასეთ შემთხვევაში კეთილგანწყობის დამსახურება აი ამ სამყაროსი, აი ამ სახელმწიფოსი, რომელიც ჩვენი მეორე ტვინია, რომელიც ჩვენი პასპორტია. ამას აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ ჩვენ მიერ მიწოდებული საკვები არა უბრალოდ სატყუარად შეიძლება გამოვიყენოთ, არამედ გამოვიყენოთ საჩუქრად ნაწლავისთვის. რომელია ეს პროდუქტები? იგივე მცენარეული ბოჭკო, რომელზედაც მე თქვენ გესაუბრებოდით. მცენარეული ბოჭკო
და მასში არსებული რთული ნახშირწყლები, რომელთა დამსახურებით ჩვენ დავაპურებთ ჩვენს მიმართ კეთილგანწყობილ ბაქტერიებს და მივცემთ საშუალებას ცხოველქმედების შედეგად დაგვეხმარონ შევინარჩუნოთ წონასწორობა, დაგვეხმარონ ავიცილოთ თავიდან სიმსუქნე და არსებული სიმსუქნის შემთხვევაში ადვილად დავძლევთ. ანუ ყველა ის პროდუქტი, რომელიც აღადგენს ნაწლავ წონასწორობას, წაადგება საკვებად ჩვენს მეგობარ ბაქტერიებს, არის ზუსტად ის საჩუქარი, რომელიც ჩვენ საკვების სახით უნდა მივაწოდოთ ორგანიზმს იმისთვის, რომ მან დაგვიცვას სიმსუქნისგან. ეს იყო დღევანდელი ჩვენი ერთგვარი ქარაგმა, ერთგვარი გამოცანა, რომელიც თითქოს სათაურში ჩავდეთ მხოლოდ, მაგრამ არა მხოლოდ, არამედ იმ რჩევებში, რომელსაც იმედი მაქვს ყოველდღიურ რეალობაში გაითვალისწინებთ. ამით აგემშვიდობებით, ჯანმრთელობას და დღესდღეობას გისურვებთ.